ორი წუთი ბატონო არა დაზეპირება არ ვიცი რამდენად იყო იმიტომ რომ დამეთანხმეთ რომ არც ერთმა თქვენგანმა არ იცოდით რამდენ წუთიან სასაუბრო დროს გაძლევდით რამდენ წუთს გაძლევდით ასე რომ ვერ დააბრალებთ ვერავის მე უნდა დამეწყო დაიწყეთ არა იმიტომ რომ ის დრო სხვა იყო და ეს ტაიმერი სხვა არის ისე რომ ბატონო მეხსიერება კარგი მაქვს. კარგი, ქაბატონო ასმათ. რას თავაზობთ ამ ხალხს? ვიზეც თქვენ წეგან საუბრობდით რომ მე გეთანხმებით ადამიანები ხა ტელევიზორებთან სხედან, გისმენენ და შეიძლება თავისთვის ფიქრობენ რომ კარგი რა, ამ დროს ამაზეა ლაპარაკი, არ მაქვს ფული, არ მაქვს წამალი, არ მაქვს სამსახური და არც ვიცი მექნება თუ არა. მაგას მოგახსენე. დაიწყო თქვენი დრო ჩაირთო. რას თავაზობთ? დრო თუ იწეღანდას არ რას თავაზობთ ამ ხალხს? იმისთვის მოგცემთ ამ 800 მილიონს მართალეთ თქვენ ეკონომისტი ბრძანებით თქვენ დანარჩენი სხვადასხვა სპეციალობის, მაგრამ არაჩვეულებრივად კარგად ვიცი მათემატიკა, ჩემი მათემატიკის პედაგოგი მთხოვდა რომ როგორმე ჩააბარე მათემატიკურზე. შესანიშნავად მოვახერხებ ამას. არ გეგონოთ რომ მსახიობმა მარტო არტისტობა იცის ცეკვა თამაში და მეტი არაფერი. და ბევრმა მსახიობმა იმაზე მეტი იცის, ვიდრე თქვენ რომ გონიათ. რას თავაზობთ თავაზო პენსიონერებს აუცილებლად ჯერ პენსიის ასაკის დაწევას. არ გააკეთებს ამას პარლამენტი, თქვენ ნახავთ რა შეუძლია ასმათ ყაბლაძეს ახალგაზრდები ხართ არ გახსოვთ, ვისაც ახსოვს ინგას უფრო ახსოვს, იმიტომ რომ ინგას ესეთი ხარ მაგიტო არა, მაგრამ მე თქვენთან უკაცრავად მათ არ ახსოვთ დიმალოვკი ფაინზე ხშირად თქვენთან. ნარმანია, მელია და კუკავა ჩემთან შედარებით ბავშვები პოლიტიკაში არ იყვნენ ბატონო, მარტო მგონი კახა იყო და ესენი პოლიტიკაში არ იყვნენ. და იგა შენთან ბერჯერ ყოფილ ვარ მე აი აქციების მერე და მიტინგების მერე და ამ ყველაფერზე არა ჩემო კარგო მე ჩემ ტოლებში კი არ გამყავ პირიქით ჩემ შვილებში გამყავ ნახევარი წუთი დაუმატე თუ შეიძლება გისმენთ თქვით რას თავაზობ იმას რომ ისეთ აქციას მოუწყო პარლამენტს თუ არ გააკეთეს ეს კანონი რომ არ დაწიეს ასაკი და 55 ქალი და 60 კაცი არ იქნა ეს ვეღარ აღწევს ხალხი ამ 65 წლამდე და 60 წლამდე ქალბატონები აუცილებლად მომატება პენსიის აუცილებლად უნაშეზღუდულებისთვის ინვალიდები მირეკავენ მეორე და მესამე ჯგუფის ინვალიდებს ქონიათ საშინელი რაღაცა დახმარება სოციალურად დაუცველებს მოუხსნეს დახმარება რატომ მოუხსენით ბატონო ხო კარგად იცით თუ არ უნდა მოგიხსნათ მე მიპასუხეთ მაგაზე მოუხსნეს დახმარება სოციალურად დაუცველებს უნდა მივცე ისეთი დახმარება რომ ისინი ნაგვის ყუთში ზოგიერთი მათგანი აღარ ჩაყოფს ხელს და აღარ იმათხოვრებს და ექნებათ აუცილებლად საჭმელი სახლში და არ იქნება საჭირო ბანკებით და იმებით რაღაცა ქილებით იარონ და ეძებონ სადღაც საჭმელები. ოდნავ მოგვიანებით მე უნდა